მინდა გაჩვენოთ მტკიცებულება იმისა, რომ იერუსალიმის ტაძარს, რომელშიც იესო დადიოდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა, არავითარი კავშირი აქვს დღევანდელ საქართველოში აშენებულ ტაძრებთან. მინდა გაჩვენოთ ამის ძალიან მკაფიო მტკიცებულებები საღვთო წერილიდან და გარკვეულ შესავალს გავაკეთებ და უშუალოდ მტკიცებულებებს წარგიდგენთ. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბიბლია არ იცის, არ კითხულობს ბიბლიას მოსახლეობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიძგისათვის, იმისათვის, რომ თქვენ თვითონ მოკიდოთ ხელი ბიბლიას და თავიდან ბოლომდე კარგად შეისწავლოთ, ამისათვის აი ასეთი გამამხნევებელი, ასე ვთქვათ, მტკიცებულებები მოგაწოდოთ იმისათვის, რომ თქვენ უფრო და უფრო მოგინდეთ, რომ ღვთის წიგნი და დანაბარები შეისწავლოთ და გაიგოთ დღეს ქრისტიანულ ეპოქაში, ცოდვისგან გამოსყიდვის ეპოქაში, რომელიც გამოსყიდვაც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა ჯვარზე, მისი სიკვდილითა და მისი ყუდრეთით აღდგომით, აი გაიგოთ დღეს რა სიტყობს ღმერთი, როგორ უნდა გავხდეთ ქრისტიანები. აი ამას თქვენც და ყველა მათგანი, ყველა ადამიანი აბსოლუტურად შეიტყობს მხოლოდ და მხოლოდ საღვთო წერილიდან, ან იმ ადამიანებისგან, ვინც საღვთო წერილი ისწავლა და ამ ინფორმაციას უზიარებენ. კი ბატონო, მაგრამ დღეისათვის ყველა ადამიანისთვის ერთადერთი საინფორმაციო წყარო, საიდანაც დღეს ღმერთი ჩვენ გველაპარაკება, არის საღვთო წერილი, იგივე ბიბლია. აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის. მე მინდა ახლა მცირე შესავალი გავაკეთო. ვიდრე სოლომონის იერუსალიმის ტაძარი აშენდებოდა, აი ეს ტაძარი, სადაც იესო დადიოდა და რომელზეც ინფორმაცია არის ჩაწერილი ახალი აღთქმის წიგნებში, სანამ უშუალოდ იერუსალიმში აშენდებოდა ტაძარი, მანამდე დიდი ხნით ადრე მოღვაწეობდა მოსე, რომელიც ღმერთმა დაადგინა ისრაელის წინამძღოლად და სწორედ იმ დროს მოსეს დროს ღმერთმა დაავალა მოსეს, რომ ისრაელიანებს გაეკეთებინათ კარავი, რომელიც იქნებოდა ორ ნაწილიანი, პირველს ერქვა წმინდა, მეორეს ერქვა წმინდათა წმინდა, ამ კარავს გარშემო ჰქონდა შემოვლებული ეზო და ამ კარავში დაიდგა უფლის აღთქმის კიდობანი კარვის მეორე ნაწილში, რომელსაც ეწოდებოდა წმინდათა წმინდა. თვითონ ღმერთმა უთხრა მოსეს ეს, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა, ესე იგი გაეკეთებინათ კარავიც და მთელი მისი მოწყობილობაც. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ ეს მოწმობის კარავი გაეკეთებინათ, მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსეს თავისი დიზაინით კი არ უნდა გაეკეთებინა კარავი, არამედ ზუსტად ისეთი კარავი უნდა გაეკეთებინათ, როგორი კარავიც ღმერთს სურდა. და აი ამის შესახებ ღმერთმა უთხრა მოსეს და ეს არის, ასე ვთქვათ, ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სადღესასწაულო კარავი არ იყო თვითნებურად აშენებული. ბიბლიის რიგით მეორე წიგნში, გამოსვლაში, გამოსვლის 25 თავის მე-9 მუხლში არის ჩაწერილი ღმერთის ბრძანება მოსესადმი, როდესაც ღმერთმა უთხრა მოსეს ასეთი რამ, რომ როგორც მე გაჩვენებო სავანის სახესო, ესე იგი ამ კარვის სახესო და მთელი მისი მოწყობილობის სახესო, იმგვარად გააკეთეთო ყველაფერიო. და მართლაც ღმერთმა მოსეს აჩვენა ხილვაში სადღესასწაულო კარვის ნიმუში და მოსემ ზუსტად ისეთი ისრაელიანება, ზოგადად ისრაელიანებმა ზუსტად აი ესეთი კარავი გააკეთეს. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი რა არის ახლა დღევანდელ ტაძრებს რო ვადარებთ, დღეს საქართველოში მრავალი ტაძარი აშენებული და ბევრ ადამიანს გონია, რომ ეს ტაძრები ერთგვარი გაგრძელებაა იერუსალიმის ტაძრის, აგერ
იესო ცხო დადიოდაო ტაძარშიო იესომ ხომ მოვაჭრეობა ალაგმაო ტაძრიდანო და აიგივებენ ხოლმე იერუსალიმის ტაძარს აიგივებენ ამსგავსებენ ასე ვთქვათ თანატოლად თვლიან საქართველოში აშენებულ მრავალ ტაძართან და აი ამის შესახებ მინდა ასე ვთქვათ მტკიცებულება მოვიხმო რომ აი იმ სადღესასწაულო იგივე მოწმობის კარავშიც და ესე იგი იერუსალიმის ტაძარშიც თვითონ ღვთის თანდასწრება იყო კონკრეტული თვალხილული ფორმით. და ეხლა მე წავიკითხავ უშუალოდ ესე იგი რა მოხდა იმ დროს, როდესაც ისრაელიანებმა დაამთავრეს მოწმობის კარვის გაკეთება აარონიანმა მღვდლებმა ეს აღთქმის კიდობანი შეიტანეს კარვის წმინდათა წმინდაში მეორე ნაწილში და რა მოხდა ამის შემდეგ. ესე იგი ბიბლიის რიგით მეორე წიგნში გამოსვლაში მე-40 თავის 34 და 35 მუხლებში ვკითხულობთ ასეთ რამეს, როდესაც ყველაფერი მათ გაასრულეს, უკვე გაკეთდა. კარავი ასეთ ინფორმაციას გვაწვდის ღმერთი. დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე. ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე. აი აქ არის ეს არის ძალიან ასე ვთქვათ საკვანძო ადგილი და ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც მოწმობის კარავი გაკეთდა, იქ თვითონ ღმერთმა თავისი თანდასწრება აი ამით გამოხატა, რომ ღრუბელმა აავსო მთელი ეს სავანე კარავი და მთელმა, ესე იგი, უფლის დიდებამ აავსო მთელი კარავი. ახლა რა მტკიცებულებაა ეს, მე მინდა ეს უფრო კაფიოთ განგიმარტოთ. აი მაგალითად, როდესაც დღეს საქართველოში აშენებენ ამა თუ იმ ტაძარს, აი მაგალითად აშენდა საკმაოდ დიდი არქიტექტურული შენობა მახათას მთაზე, აშენდა ეს ჩვენს თანამედროვეობაში აშენდა. ასევე უფრო ადრე აშენდა მაგალითად ეგრეთ წოდებული სამების სახელზე სამების ტაძარი, ეგრეთ წოდებული სამების ტაძარი, რომელიც თბილისშია და ასე ძალიან მოწონთ ადამიანებს, როცა მის ფონზე სურათებს იღებენ ხოლმე. ესე იგი ის მახათას მთაზე რო აშენდა ტაძარი და ასევე სხვა ტაძრებიც, რომლებიც დღევანდელობაში შენდება და ჩვენც ვართ ამის ასე ვთქვათ ვესწრებით ამ შენებლობებს, ხომას ვადევნებთ თვალს, არც ერთი მათგანის მიმართ არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ თვითონ ღმერთი ხილული ფორმით, აი ასე ღრუბლითა და თავისი დიდებით დავანებულიყო ან მახათას მთაზე ტაძარში, ან თბილისში ეგრეთ წოდებულ სამების ტაძარში და ასე შემდეგ აი სხვა ნებისმიერ ტაძარში. ამავე დროს თვითონ ესე იგი ღმერთი აი იმ აღთქმის კიდობნის ასე ვთქვათ მეშვეობით პირდაპირ ელაპარაკებოდა ხოლმე ისრაელიანებს და დღეს მსგავსი რაღაცა არ არსებობს არც ერთი ტაძრის მიმართ. არ არსებობს ნებისმიერი ტაძრის მიმართ, რომლებიც მთელს მსოფლიოშია, ეს იქნება კათოლიკური ტაძრები, ეს იქნება ბუდისტური, ინდუისტური თუ ეგრეთ წოდებული მართლმადიდებლური ტაძრები. ესე იგი, მოწმობის კარავი როცა გაკეთდა, ესე იგი დასკვნას შევაჯამებ აი ამ მოწმობის კარავზე, როდესაც მოწმობის კარავი გაკეთდა, თვითონ ღვთის დიდებამ აავსო მთელი კარავი და ღრუბელმა აავსო მთელი ეს კარავი, ესე იგი ღრუბელმა დაფარა. ეს მოხდა მთელი იქ ყოფი მოსახლეობის თვალის დასანახად. ესე იგი ღმერთმა ყველას დაანახა, რომ აი მე ამ კარავში დავმკვიდრდიო და მსგავსი არაფერი ხდება საქართველოში აშენებულ ტაძრებში და ეს არის ძალიან მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში აშენებული მრავალი ტაძარი არ არის ღმერთის სახლი და არ არის ღმერთის მითითებით აშენებული. ეხლა მე გადავალ
იერუსალიმის ტაძარზე, როდესაც ასე ვთქვათ, მოსეს შემდეგ გავიდა საკმაოდ დიდი დრო უკვე მეფე დავითის დროს, დავითმა გადაწყვიტა, რომ ღმერთისთვის აეშენებინა სახლი უშუალოდ აი იმ აღთქმის კიდობნისათვის, რომელი აღთქმის კიდობანიც იმყოფებოდა მოწმობის კარავში. დავითს სურდა, რომ ეს ასე ვთქვათ, აეშენებინა სტაციონალური ტაძარი, რომელიც იდგმებოდა ერთ ადგილას და სადაც დაიდგმებოდა აი ეს აღთქმის კიდობანი და არონიანი მღვდლები, რომლებიც სხვადასხვა რიტუალებს აღასრულებდნენ მოწმობის კარავში, უკვე არონიან მღვდლებს გადაენაცვლათ იერუსალიმის ტაძარში, რომელსაც ააშენებდა დავითი. მაგრამ ღმერთმა დავითს ამის ნება არ დართო გარკვეული მიზეზების გამო, ვინაიდან ეს კაცი მეომარი იყო და ესე იგი ბევრ ბრძოლაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა, ამის გამო ღმერთმა არ დართო მას ნება და უთხრა, რომ მისი შვილი სოლომონი აუშენებდა მას სახლს, ესე იგი ღვთის სახლს ააშენებდა სოლომონი. ეხლა მე მინდა უშუალოდ მტკიცებულება მოვიხმო ბიბლიიდან, მტკიცებულება იმისა, რომ დავითმა ან სოლომონმა ამ შემთხვევაში თავისი დიზაინით კი არ ააშენა ის ტაძარი იერუსალიმში, არამედ ისიც ღმერთის გეგმითა და მითითებით იყო აშენებული. ამას თვითონ დავითი ეუბნება თავის შვილს სოლომონს, როდესაც სოლომონს გადასცა ტაძრის გეგმა. კონკრეტულად აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, მცირე წინადადებაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგვეპაროს კითხვისას. ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნთა ჩამონათვალში ერთ-ერთი არის ნეშტთა პირველი ნეშტთა წიგნი. გადაშალეთ პირველი ნეშტთა წიგნის 22 თავის 19 მუხლზე და აი აქ არის მოცემული ეს ინფორმაცია, ესე იგი დავითმა უთხრა სოლომონს, რომ ეს ყველაფერიო, ეს გეგმაო, ესე იგი, რასაც მე შენ გაძლევო, ეს ყველაფერიო უფლის ხელით არის ჩაწერილიო, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანიო. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ იერუსალიმის ტაძარი თავის დროზე სოლომონმა რო აშენდა პირდაპირ ღმერთის გეგმით. როდესაც სოლომონმა, ეხლა მეორე მტკიცებულებას წარმოგიდგენთ იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებით, ეს არის, ესე იგი, მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც სოლომონმა უკვე გაასრულა იერუსალიმის ტაძრის შენება, აშენდა, ესე იგი, ყველაფერი გასრულდა, აი ამის შემდეგ რაც მოხდა, იგივე რამ მოხდა, რაც თავის დროზე მოხდა სათხესასწაულო კარვის შემთხვევაშიც, მოწმობის კარვის შემთხვევაშიც. აი იმ კარავს ეწოდებოდა ორნაირად, ესე იგი, მოწმობის კარავიც და სათხესასწაულო კარავიც. ამ შემთხვევაში სოლომონმა როცა გაასრულა უკვე ტაძრის მშენებლობა, ამის შემდეგ, აი რაც მოხდა, ამას წაგიკითხავთ და თქვენც თვალი მიადევნეთ, გადაშალეთ ძველი აღთქმის წიგნებიდან ერთ-ერთზე, რომელსაც ეწოდება მეფეების მესამე წიგნი და ზოგიერთ ბიბლიაში შესაძლებელია სარჩევში ეწეროს პირველი მეფეთა წიგნი. ამ შემთხვევაში ახლა მე აგერ ჩემს სარჩევში მესამე მეფეთა წიგნია და იმიტომ ვიძახი ამას, რომ ზოგიერთ ბიბლიებში არის, ასე ვთქვათ, პირველი და მეორე მეფეთა წიგნების ნაცვლად სათაურში უწერია პირველი სამუელი და მეორე სამუელი, ვინაიდან იქ ისეთი ამბები აღწერილი, როდესაც სამუელი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობდა და შემდეგ არის პირველი და მეორე მეფეთა წიგნები და ამ შემთხვევაში ამას იმიტომ გამგიმარტავთ, რომ ასე ვთქვათ, შეცდომაში არ შეხვიდეთ და თუ არ დაიბნეთ, ასე ვთქვათ. ესე იგი, გადავშალოთ აგერ
მესამე მეფეთა წიგნის მერვე თავის მერვე თავის მე-10 და მე-11 მუხლები წავიკითხოთ. აქ წერია ასეთი რამ, როცა გამოვიდნენ მღვდლები წმინდათა წმინდიდან, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლი. ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები იმ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი. აი აქ ჩვენ ხედავთ მტკიცებულებას აი იმისას, რომ როდესაც იერუსალიმის ტაძარი აშენდა, თვითონ ესე იგი ღმერთმა მოახდინა ერთგვარი სასწაული და ღრუბელმა დაფარა მთელი ეს სახლი და უფლის დიდებამ აავსო ტაძარი. აი ეს იყო ნიშანი იმისა, რომ იერუსალიმის ტაძარში იყო ღვთის თანდასწრება, მსგავსი რაღაცა არ მომხდარა საქართველოს ტაძრებზე. აგერ ეხლაც რომ თუ სადმე რამეს ააშენებენ, დააკვირდით, აბა ღრუბელი დაფარავს თუ არა, აივსება თუ არა ღრუბლით ტაძარი, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ ღმერთის თანდასწრებაა იქ. მსგავსი რაღაცა არ ხდება, არც მახათას მთაზე მომხდარა მსგავსი რაღაცა, არც სხვა ტაძრებზე, რაც დღევანდელ დროში შენდება. ასე რომ აი ამას უნდა დააკვირდეთ თქვენც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ეხლა მოხდა ისე, რომ გარკვეული მიზეზების გამო ეზეკიელის დროს ღვთის დიდებამ დატოვა თვით იერუსალიმის ტაძარიც კი. ესე იგი, აგერ სოლომონმა როცა ააგო ტაძარი ღმერთის მითითებითა და ღმერთის გეგმით, ამის შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, იმის გამო, რომ ისრაელიანები განუდგნენ ღმერთს, რომ უკვე ღმერთის მცნებებს აღარ ასრულებდნენ, ამის გამო ღმერთმა თავისი თანდასწრება, ასე ვთქვათ, მიატოვა იერუსალიმის ტაძარში და იქ, ესე იგი, აი ეს ჩაწერილია ეზეკიელის წიგნში. ეზეკიელიც არის შეტანილი ბიბლიაში ძველი აღთქმის წიგნთა ჩამონათვალში და კარგი იქნება, რომ ესეც წაიკითხოთ. ეხლა რისი თქმა მინდა მე, ზოგადად ეს რამ მტკიცებულებებიც მოვიხმე ბიბლიიდან, მინდა რომ ამას ჩაუკვირდეთ, ვინაიდან შეიძლება ბევრმა მათგანმა მსმენელთაგან არ იცოდეთ ეს და ბიბლია არ გქონდეთ შესწავლილი, მაგრამ მინიმუმ ეს უნდა იყოს ხელმოსაჭიდი იმისა, რომ თქვენ თვითონ აიღოთ ბიბლია და თეოლოგიური განათლება მიიღოთ პირდაპირ ღმერთიდან მისი საღვთო წერილით, ვინაიდან თეოლოგიური განათლება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ საღვთო წერილის მეშვეობით. თეოლოგიურ განათლებას ვერ მოგცემენ ვერცერთ სემინარიებში, ყველა რელიგიურ ორგანიზაციას აქვს თავთავისი სემინარიები და არ გქონდეთ რომელიმე თქვენგანს იმისი ილუზია, რომ ესე იგი თავისი ორგანიზაციის რაიმე საწინააღმდეგოს ასწავლიან სტუდენტებს. ამიტომ თქვენგან ვისაც გულწრფელად გსურთ, რომ სწორგზაზე იდგეთ, აამოთ ღმერთს და სწორი რწმენა გქონდეთ, აუცილებელია ის, რომ თქვენ თვითონვე აიღოთ ბიბლია, თქვენ თვითონვე ისწავლოთ და არ იყოთ მინდობილები სხვა ადამიანებზე, ზოგადად ადამიანებზე, ვინაიდან ესეც კი არის ბიბლიაში ჩაწერილი, რომ წყეული იყოსო კაციო, რომელსაცო ადამიანის იმედი აქვსო და ადამიანზეაო დანდობილიო და არა ღმერთზე. ხო და აქ ახლა ბევრი ისტორიის მოთხრობა შესაძლებელია ამის ირგვლივ, რომ ადამიანს არ უნდა ვენდოთ. ეხლა აღარ გავაგრძელებ, შეიძლება სხვა დროს ამაზე ვისაუბროთ. ღმერთს ასევე ნათქვამი ჰქონდა ისრაელიანებისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადგილზე უნდა ყოფილიყო უფლის საკურთხეველი, რომელ ადგილსაც თვითონ ღმერთი აირჩევდა და ღმერთმა ამ ადგილად აირჩია იერუსალიმი. ესე იგი, როდესაც იერუსალიმის ტაძარი აშენდა და თვით იესოს დროს, როდესაც იესო დადიოდა იმ ტაძარში, იმ დროს მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ტაძარი იყო აგებული იერუსალიმში ღმერთის, ასე ვთქვათ, ბრძანება იყო ეს. და ეხლა რომ გადავავლოთ თვალი საქართველოში აგებულ მრავალ ტაძარს, ღვთის სახლებს რო ეძახიან, ესეც კი დარღვევაა ღვთის მცნებისა, რომ არ შეიძლება
მრავალი ტაძარი არსებობდეს. და ესეც იყო ასე ვთქვათ მიმანიშნებელი იმისა, რომ ქრისტე არის ერთი, რომ ღმერთი ერთხელ განკაცდა და არა ვთქვათ ერთდროულად ღმერთი არ განკაცებულა მრავალ ხორცს შესხმულად ასე ვთქვათ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ღმერთის მითითება, რომ მხოლოდ და მხოლოდ იერუსალიმში უნდა ყოფილიყო ღვთის საკურთხეველი. და დღეს საქართველოში ამდენი საკურთხეველი და ტაძარი რომ არის აშენებული, ესეც უკვე ძალიან თვალში საცემია იმ ადამიანისთვის, ვინც ბიბლიას სწავლობს, კითხულობს, ვინც გულწრფელად არის, რა თქმა უნდა, განწყობილი, რომ ღმერთის სწავლება შეიმეცნოს და აი ამისკენ არის მომართული. რა თქმა უნდა, ასეთი კითხველისთვის ძალიან თვალნათლივი გახდება ის, რომ საქართველოში აშენებული ეს ტაძრები არ არის ღმერთის მითითებით აშენებული, იმიტომ რომ ღმერთს არ დაუვალებია რომელიმე თქვათ საპატრიარქოს ორგანიზაციისთვის და რომელიმე მღვდლისთვის თუ რომელიმე პოლიტიკოსისთვის ის რომ აეშენებინათ ტაძარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ. ამავე დროს ბიბლიის ახალი აღთქმის წიგნებში ერთ-ერთი წიგნი არის ახალი აღთქმისა მოციქულთა საქმეების წიგნი, სადაც ჩაწერილია და აღწერილია ის ამბები, რომელი ამბებიც მოხდა პირველ საუკუნეში ქრისტეს მოციქულების მოღვაწეობის დროს. ერთ-ერთი ძლიერი ქადაგებელი და ქრისტიანი სახელად სტეფანე, რომელიც ქადაგებით მიმართავდა ებრაელებს, ებრაელ მღვდელმთავრებს და იქ შეკრებილ ადამიანებს, მან მოიხმო ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან, ბიბლიიდან, ესე იგი, ბიბლიაშია ესაიაც შეტანილი, ესაია წინასწარმეტყველის 66-ე თავიდან სტეფანემ მოიხმო უფლის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი ცატახტია ჩემი მიწა ჩემს ფეხთა სადგამი და სად არის ის ადგილი, სადაც მე სახლს მიშენებ თუ ჩემი დასავანებელიო. ესე იგი ღმერთმა ადრევე ესაიას პირით ებრაელებს უთხრა, რომ მე არ მჭირდება თქვენი ხელით აშენებული ტაძრებიო და ეს უკვე ახალი აღთქმის დროს აგერ ღმერთმა გაიმეორა სტეფანეს პირით, სტეფანეს ათქმევინა ეს, რომ სახლიო სოლომონმა აუგოვო ღმერთო, მაგრამო უზენაესიო ხელქმნილ ტაძრებშიო არ არისო დამკვიდრებულიო, ესე იგი ხელით აშენებულ ტაძრებშიო არ არისო დამკვიდრებულიო, როგორც ამბობსო, ამასო წინასწარმეტყველიო და ესაიას წიგნიდან მოიხმობს, ასე ვთქვათ, ციტატას. ამავე დროს იგივე ახალი აღთქმის მოქმედების ეპოქაში, როდესაც ქრისტემ თავისი სახარების მოციქულად და ქადაგებლად დაადგინა პავლე მრავალ რომის იმპერიის ქალაქში მიმოდიოდა და იქაურებს იმდროინდელ მოსახლეობას აუწყებდა იესო ქრისტეს ამბავს, იესოს სახარებას. და როდესაც იგი მაგალითად ჩავიდა ქალაქ ათენში, მან ნახა, რომ ათენელები უკვე იყვნენ რაღაცნაირი, ესე იგი, მათ თავიანთი რელიგია ჰქონდათ, ისინი იყვნენ რელიგიურები, მორწმუნეები, მათ ჰქონდათ მრავალი ტაძარი აშენებული და ამის გამო პავლე შეშფოთდა, რომ ესე იგი თვითნებურად ათენელებს აეშენებინათ ეს ტაძრები და სწორედ აი ამ ტაძრების გამო პავლე მოციქულმა ქადაგებით მიმართა ათენელებს მთელ მოსახლეობას და უთხრა, რომ ესე იგი ღმერთიო, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე სამყაროულის შემოქმედიაო, ცისა და მიწის უფალი არისო, ეს ღმერთიო არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებშიო და არც რაიმე მსახურებას მოითხოვს ადამიანთა ხელიდანო. ეს იყო ძალიან მკაფიო განაცხადი და მკაფიო მტკიცებულება არის დღევანდელ დროშიც აი იმისა, რომ არასწორია, როდესაც რაიმე შენობას ჩვენ დავარქმევთ ღვთის სახლს. თორემ ეხლა სხვა მხრივ ამ ტაძრებს საქართველოში რომ არ ერქვათ ღვთის სახლები, ადამიანები ასე რომ იხსენიებდნენ და იყოს ჩვეულებრივი შენობები უბრალოდ, სადაც ადამიანები იგრიბებიან, ან უბრალოდ აი შევხედავთ და გვსიამოვნებს, ხო, ლამაზია მაგალითად ალავერდი
ლამაზი აგე თქვათ გრემში რო ის არის ტაძარი აშენებული, მაგრამ ეს ტაძრები ასე ვთქვათ, აი დაპატრონებული აქვთ საპატრიარქოს ორგანიზაციას და ამ ორგანიზაციის ლიდერები და წევრები შეცდომისკენ უბიძგებენ რიგით ადამიანებს და თავიანთ თავსაც ვნებენ აი ამით და სხვებსაც ვნებენ, როდესაც არ მიუთითებენ ღვთის სწორი სწავლებისკენ და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აი ამით ერთი მეორეს ესეთი ბიძგი მივცეთ, იმიტომ რომ ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეული ადამიანი ეზიაროს ღვთის ჭეშმარიტებას და გადარჩეს. მნიშვნელობა არ აქვს ეს რომელი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, თითოეული ადამიანი არის ფასდაუდებელი და აი ამიტომაც იესომ თითოეული ადამიანისთვის დახვარა თავისი სისხლი. იესომ ისევე შეიყვარა დღევანდელი ადამიანები, როგორც ადრინდელები და ასევე როგორც მომავლები, რომლებიც ჯერ არ დაბადებულან. ხო და აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ თვითონ ამ საპატრიარქოს მღვდლებმაც უნდა ისწავლონ. მე ვიცი რომ ბევრმა მათგანმა არ იცის ბიბლიაში რა წერია. აი მაგალითად ერთ ამბავს მოვყვები, ერთ კაცთან საკმაოდ დიდი ხნის წინ მქონდა საუბარი, რომელიც მღვდელი არ იყო, მაგრამ ბერი იყო და მე ვუთხარი ასეთი რამ, რომ ვკითხე რატო არ სწავლობდა საღვთო წერილს და მან მითხრა რომ მე არ მევალებაო სხვა ადამიანებს ვასწავლეო და ამიტომ ჩემთვის არ არისო აუცილებელი ბიბლიის შესწავლაო. ხო და აი ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, როცა ასე აზროვნებს ადამიანი, წავიდა იქ სადღაც არის ბერად აღკვეცილი და არც კი იცის ღმერთი რას ეუბნება და გონია რომ ეს ბერობა არის სწორი და ესე იგი ამ ადამიანებს ბერებს ამ კონკრეტულ ბერს ასე ეგუნა, ასე მითხრა რომ მე არ მევალებაო სხვა ადამიანების განსწავლაო, მე მოძღვარი არა ვარო და ამიტომ არ არისო აუცილებელი მთელი ბიბლია ვიცოდეო და როგორ არ არის აუცილებელი, იმიტომ არის რომ ესე იგი საკუთარი თავი არ დაიღუპოს ადამიანმა. აი ეს არის და ეს. ამიტომ თითოეული ადამიანი არის ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთი წავაქეზოთ საღვთო წერილის შესასწავლად. აი ეს იყო და ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა მოსმენისათვის. ნახვამდის.